ჩვენ ახლახან დავეშვით ერთ-ერთ ულამაზეს მიტოვებულ კუნძულზე და მომდევნო 3 დღის განმავლობაში მხოლოდ იმით გადავრჩებით, რასაც თავად დავიჭერთ. თუ საჭმელს ვერ დავიჭერთ, შიმშილით დავიღუპებით. ჩვენი მიზანია მივახციოთ ვირჯინის კუნძულებს, ყველაზე შორეულ და ხელუხლებელ კუნძულებს დედამიწაზე, სადაც მხოლოდ ნამდვილი მონსტრები ბინადრობენ. ჩვენ აქ ვართ და მომდევნო 3 დღის განმავლობაში კუნძულების ჯაჭვზე ვბანაკობთ და 3 მიზანი გვაქვს. პირველი, დავიჭეროთ საკმარისი საჭმელი, რომ გადავრჩეთ. მეორე, გავუძლოთ ყველა ბუნებრივ პირობებს, რაც შეგვხვდება და მესამე, მივახციოთ ვირჯინის კუნძულებს. ჩემი პირველი პრიორიტეტი ამ კუნძულზე ბიჭებო არის ვიპოვო რაიმე საკვები და ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს. მაგრამ საბედნიეროდ, ამ გუნდის წევრები ამ წყლებს ისე იცნობენ, როგორც არავინ. ისინი ადგილობრივები არიან და ბავშვობიდანვე იკვლევენ ამ კუნძულების ჯაჭვს. მოგცემ საშუალებას გაგაცნოთ Papua One Huntersი. ჩვენ ვართ ანდრე, ჩემი მეგობარი მარკო და ჩვენ ვართ ანდრე. ბიკებო, მომდევნო რამდენიმე დრეში უნდა დამეხმაროთ, კარგი? იმედია საჭმელს ვიპოვით, კარგი? დიახ. რა სახის თევზს დავიჭერთ აქ? რა სახის თევზს უნდა ველობს, უნდა ველოდოთ? ესპანური მაკრელი. ესპანური მაკრელი. თინუსი. თინუსი, რაც არ უნდა იყოს ბიჭებო, საჭმელი უნდა დავიჭიროთ. თუ არა და აქ მშირები დავჩებით, კარგი? ასე რომ, დარწმუნდით რომ კარგ საჭმელს იპოვით ჩვენთვის, კარგი? კარგი, ეს ბიჭები, ისინი ფაქტობრივად მე გამიძღობიან ბიჭებო ყველაზე გიჟურ კუნძულებზე და იმედი მაქვს რომ ეპიკურ თევზებს დავიჭერთ. გეგმა ასეთია რომ მივახციოთ რაც შეიძლება ყველაზე შორეულ ვირჯინის კუნძულებამდე. დარჩით ჩვენთან, რადგან ამ ადგილობრივ ბიჭებს საოცარი ტექნიკები იციან. დრო იყო პირდაპირ ჯუნგლებში დავსულიყავით რომ მაგარი საჭმელი შეგვეკრიბა, რადგან ამ ადგილობრივ ბიჭებს ჩემთვის გიჟური ტრადიციული კერძი ჰქონდათ ჩაფიქრებული ცოტა მოგვიანებით. ღმერთო ჩემო ბიჭებო, შეხედეთ ამას. აქ პირდაპირ მიანგივით თევზია და პირში პატარა კუ თევზი უჭირავს. შეხედეთ ამას. აი ეს ლონგტონგი, ხედავთ? პირში კიდევ ერთი თევზი უჭირავს. აჰა, აი ესე, უბრალოდ გავშვა, შეხედეთ. ეს თევზია, ეს სიგიჟეა, ნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. ჰეი! ეს კარგი ნიშანია. იმედი მაქვს შევძლებთ ამ წყლებში გასვლას და რაიმე საჭმლის დაჭერას. კარგი, წავედით. დატოვე ისინი კუნძულის უკან და შეამოწმე წყალი. ეს პირდაპირ გეიტორეიდის ლურჯივითაა. ვაუ! ეს ალბათ ყველაზე სუფთა პირობებია საერთოდ. პირდაპირ ტარზანის ფილმიდან ამოგებულს გავს ბიჭებო. ეს სიგიჟეა. ჩვენ აქ დიდ სტრუქტურებს ვეძებთ ბიჭებო და სწორედ იქ იქნებიან თევზები. ისინი ძირითადად ერთი სტრუქტურიდან მეორეზე გადადიანდიან. იმედია ჩვენ შევძლებთ მათ დაჭერას და ეს იქნება ჩვენი საკვები. სინამდვილეში ჩვენ რიფის თევზებს და პელაგიურ თევზებს ვდევნით, მაგრამ ამ გამოწვევის ბოლოს დამიჯერეთ ჩვენ ნამდვილ მონსტრს დავიჭერთ. ესაა ჩვენი მოქმედების გეგმა. მაგრამ აქ მართლა ძნელია, არ გაივიმო და უბრალოდ ყველაფერი არ შეიბრძნო. ეს საოცარია, კაცო. როგორი იქნება ამ ვიდეოს ბოლოს, როცა მივახცევთ იმ კუნძულების მწვერვალს, სადაც არავინ ყოფილა. აი ესაა ზონა, რომელსაც ვეძებთ ბიჭებო. ესაა ჩვენი ადგილი, თმაო. ეს ჩვენია, წყალი ბროლისავით სუფთა ჩანს. შევიდეთ წყალში, ჰა? წავედით.
შუბი პირდაპირ გამოვიდა, ნახეს, ნახევრამდე გააპო. ღმერთო ჩემო, გაგვიმართვა რომ ეს დავიჭირეთ. ახლა ხან ეს ლამაზი ესპანური მაგრელი ვნახეთ. შეხედე რა ფერებია მასზე და ეს საღეჭად უმაგრესი იქნება. შევძელი თვირფასო, ეხლა ნავში ჩავჯდებით და ჩემს უკან არსებულ კუნძულზე დავბრუნდებით. პრეს კარგად ვივახშმებთ. წავედით. მაგარი თევზები დავიჭირეთ ბიჭებო. აქ გვაქვს ეს პატარა ჯობ თევზი, ეს პატარა კოდი და კიდევ პატარა სკუმბრია. და ეს საჭმელი იქნება ჩემთვის და ბიჭებისთვის აქ, კუნძულზე. მართლა მინდა ვისწავლო, როგორ აკეთებენ ამას ეს ბიჭები. უკვე გააჩინეს ცეცხლი იგზებით. ასე რომ, წავიდეთ. ბიჭებმა შეძლეს რამდენიმე თევზის დაჭერა. ეგ შენი თევზია? შეხედე ამას მაო, ბიჭო, მაგასაც მაგარი ჯობ თევზი დაუჭერია. ამ კუნძულებზე მყოფ ბიჭებს სერიოზული გადარჩენის ტაქტიკა აქვთ ბიჭებო. და იციან როგორ გამოიკანონ ბუნება და ყველაფერი გარშემო, რომ საჭმელი გემრიელი გამოუვიდეთ. ეს ბიჭები აქ კვირეობით ცხოვრობენ, თვითონ აგროვებენ ქოქოს, იჭერენ თევზს და ასე შემდეგ. ეს არის მარტივი ცხოვრება, კუნძული, კარგი განწყობა. მართლა იმდენად მშია რომ ახლა დაბალზე მფრინავი იხვიც კი შევჭამდი, ასე რომ ახლა ადგილობრივ ბიჭებთან ერთად პირდაპირ დავიწყებთ ამ ყველაფრის გასუფთავებას. და ცოტა მოგვიანებით უნდა დავწმუნდეთ რომ ბანაკი მოვაწყოთ და მოვემზადოთ, რადგან ბიჭებო, ეს მხოლოდ პირველი დღეა. დამიჯერეთ, აქედან ყველაფერი კიდევ უფრო გიჟური გახდება. მთელი თევზი ჩვენს უკანაა დაწყობილი. ბიჭები პირდაპირ იწყებენ მის გასუფთავებას. უნდა შევამოწმოთ ეს. ბიჭებმა ეს საქმე სწრაფად და მარტივად გააკეთეს. მათ ყველა ფარფლი მოაჭრეს, გაწმინდეს, შუაზე გაჭრეს. პირდაპირ ცეცხლზე შევდებთ ძმაო. სანამ ჩვენ თევზის გაწმენდას ამთავრებდით, ადგილობრივი ბიჭები ბამბუქს იღებდნენ, ჭყიდნენ და ზღვაში რეცხავდნენ. ახლა ისინი მასში ბრინჯს ჩაკრიან და წყალს ჩაასხამენ. ისინი მას ცეცხლზე დადგამენ და შედეგად ულამაზესი ორთქლზე მოხარშული ბრინჯი გამოვა. ასეთი რამ არასდროს მინახავს, მაგრამ ეს მაგარია ძმაო. ის აქვე ამ ფოთლებს ახვევს. ის მას პირდაპირ ზემოდან ჩადებს და ეს პირდაპირ შიგნითვე ორთქლზე მოიხანშება. ჩვენ ეს სპეციალური სადგამით მოვაწყეთ. იმედია ეს მთლიანად შეინახავს სიცხეს და ორთქლს შიგნით. შეგიძლიათ ნახოთ რა გააკეთა. მან აიღო ეს ხის ნაჭრები. დაალაგა და კარგი სადგამი შექმნა. ხო ბიჭებო.
ჩვენთან არიან პაპუას ბიჭები. დღეს სწორედ მათ მიგვიყვანეს თევზამდე. ძმაო, მაგარი საქმე გააკეთე. თევზამდე შენ მიგვიყვანე ხომ ასეა? თქვენ სენაზე სკუმბრი როგორ ქვია? ინგირი. ინგრი. პაპუაში ინგრი. ინგრი. ჩემი საყვარელი. შენი საყვარელი. ხო. წავიდეთ ძმაო. დღეს შენი საყვარელი თევზი მოგიტანე. ხო, შენი საყვარელი მოგიტანე ძმაო. წავიდეთ. ჩვენი თევზი დაახლოებით 15 წუთია ერთ მხარეს უწევთ. ახლა სწრაფად გადავაბრუნებთ და შევხედავთ. ვაუ, კაცო. ეს საოცრად გამოიყურება ბიჭებო. წადით, დაწერეთ კომენტარებში, სერიოზულად მიყვარხანთ ბიჭებო. მინდა სწრაფად წაგიყვანოთ ბანაკში და გაჩვენოთ, სად გვეცინება ამ კუნძულებზე. გვაქვს ეს კარვები კუნძულილის შუაგულში და ნახეთ, საკმაოდ უბრალოა. უბრალოდ მარტივი კარავია. წადი აქედან ძმაო. და გვაქვს გასაბერი მატრასი. უი, ეს მატრასი სუფთა არ არის. ვინ იცის რა ჯანდაბა ხდებოდა იმ მატრასზე? არც კი მინდა ვიცოდე ახლა. ეს არის პირველი კუნძული, სადაც ვჩებით, მაგრამ ხვალ დიდი მოგზაურობა გვაქვს. უნდა გავაგზავნოთ გზა კიდევ უფრო გიჟურ კუნძულზე და იქიდანაც. ეს მოგცემს კალთ შესაძლებლობას, რომ იმედია მივახციოთ ჩვენ საბოლოო დანიშნულებას და სწორედ იქ იქნებიან დიდი მონსტრები. ჩვენ აქ ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური დღე გქონდა ადგილობრივ ბიჭებთან ერთად და მათ თევზზე გაგვიყვანეს. მადლობა ბიჭებო. მართალია თქვენ თევზზე გამიყვანეთ. ჩვენ ერთად ვჭამთ, ბიჭებმა ახლახან გახსნეს და ეს პირდაპირ იდეალურად მოხარშული ბრინჯია. აქედან ცოტას ბრინჯს ავიღებთ და თევზსაც მოვიმარაგეთ. წადი, აიღე ბრინჯი, თევზი და ერთად შევჭამოთ. ჰეი, ჩვენ უნდა შევჭამოთ ეს. დამშვიდი. ეს არის მთავარი. მე და ბიჭები ვჭამთ საჭმელს ამ კუნძულზე. ბიჭებო, ეს საუკეთესოა. დიდი მადლობა ბიჭებო. ძალიან მშიერი იყავი, ძალიან მშიერი კაცო. ხვალ ჩვენ გვაქვს დიდი გადასვლა ახალ კუნძულებზე. იქიდან იმოგვეცემა შესაძლებლობა Virgin Grounds-ზე ვინადიროთ, რაც მესამე დღეს მოხდება. და ეს არის მთავარი მიზანი, რადგან იქ არის დიდი თევზები, უმციკლო რიფები და ყველაზე ულამაზესი სანაპირო ზოლი, რაც კი ოდესმე გინახავს ცხოვრებაში. კარგი ბიჭებო, კუნძულზე სიცოცხლის ნიშნები თითქმის აღარ ჩანს. ესაა ჩვენი ღამის გასათევი. თავს ამ კარვებში ვიფარებთ. თუ რამე უცნაური მოხდება ღამით, შეგატყობინებთ. სხვა შემთხვევაში, ხვალ დილით, მეორე დღის დასაწყისში ისევ გნახავთ. მიხარია ძმაო, ხვალ დიდი გამოწვევა გველის. მაშინ გნახავ. ო, არა, ეს კარგი არ არის. დაიწყო წვიმა ბიჭებო. თელ კარავში მეყრება. ო, დღეს ღამით სულ გავიومპები. არა. დილამშვიდობისა ბიჭებო. აშკარაა რომ ეხლა ჩემი ზურგი ორიგამივითაა დაკეცილი. ის უკვე დამთავრებულია. მაგრამ კარგი ამბავი ისაა რომ ნავი ისევ იქაა. და ეს არის პირველი რამ რაც გინდა დაინახო, როცა ამ კუნძულებზე ნავზე ხამესათევ. თუ ნავი აღარ იქნება, დავიღუპეთ. შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში უკეთესადაც მძინებია. მაგრამ მოდი ვნახოთ, როგორ გაართვეს თავი ადგილობრივმა ბიჭებმა. გუში ღამით კარგად გეძინა? ხო. არა, ნუ მათხვევ, კარგად გეძინა. დიდი დაკმა მივიღეთ და როგორც ჩანს, პირობები გუშინ ღამით შეიცვალა. ვიმედოვნებ დღეს დიდ შტორმებს არ შევხვდებით. ბანაკი ავალაგეთ. ახლა საკმაოდ სარიელია. დროა ნავზე ავიდეთ. დღეს დიდი გზა გვაქვს გასავლელი. გზა და გზა უნდა ვნახოთ, თუ შეგვიძლია რაიმე საჭმელი ვიშოვოთ. დიდი დღე იქნება, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ. ეხლა ლაგუნაში შევდივართ, დიდი არხი გადავიარეთ, აქ საკმაოდ რთული იყო, ასე რომ გუნწფელად რომ თქვა, მიხარია რომ ამ კარგ ლაგუნაში შევეფარეთ. ეს მიწა უფრო ქოქოსნარს გავს. ისეთი მწვანე არ არის, მაგრამ უფრო ტროპიკულია. საოცრად გამოიყურება. ახლახან ჩავედით ამ გიჟურ ლაგუნაში ბიჭებო და აკვაპირებთ ბანაკის გაშლას მეორე დღისთვის. სუფთა წყალი გვაქვს, პალმის ხეები, აქვე მანგროს სისტემა გვაქვს. ეს თევზებისთვის თავშესაფარია ბიჭებო. ყველა თევზი, რომელიც ოკეანედან მოდის, აქ შემოვა. და მანგროს სისტემებშია, სადაც თევზები მრავლდებიან და კვერცხებს დებენ. აქ იზრდებიან ყველა თევზი. ისინი დაცულები არიან და ეს მათთვის გამოსაზრდელი ადგილია, სადაც ძლიერდებიან, სანამ ღრმა ლურჯ ოკეანეში გავლენ. მაგრამ ბიჭებო, უნდა დავწმუნდეთ, რომ მართლა ძალიან კარგი საჭმელი მივიღოთ, რადგან ხვალ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ, ყველაზე უმციკლეს ადგილას. დიდი გზა გამოვიარეთ ბიჭებო. და ყველა ბიჭს გჭირდება რაღაც სახის ენერგია. ვფიქრობ ბიჭები მაგარ ტექნიკებს გვაჩვენებენ. ცხადია, ეს ან ძველი მეთევზისგანაა, ან რაღაც მსგავსი. მათ გააკეთეს თარო, რომელიც ძალიან გავს იმას, რაც გუშინ ღამით გავაკეთეთ.
როცა ქოკოსი ახალგაზრდა არის, ის ჩვეულებრივ შუშხუნა და ძალიან თბილია. სწორედ ამას ვეძებთ ჩვენ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. როცა ისინი ადიან პირდაპირ ზემოთ მდებარე პალმის ფოთლებს იყენებენ როგორც საკრდენს. შემდეგ კი მაჩეტით ჭრიან. ასე რომ ბიჭები, როცა ამ კუნძულებზე არიან, ძირითადად ეს არის მათი სითხის წყარო, მეგობრებო. ისინი ქოკოსით და თევზით იკვებებიან. გაგიმაჯოთ ძმაო, დიდი მადლობა რომ აწვერი. წავედით. ასეთი ტკბილი და გაზიანი. ეს დაუჯერებელია. არაფრის ძმაო, თუ იმ ხიდან ჩამოვარდები შემიწვავენ, ასე რომ ამას ამბიკებს უტოვებ, ისინი ოსტატები არიან. მადლობა ძმაო. იმისთვის რომ მთელი ის ხორცი ამოიღონ, ისინი იყენებენ ქოკოსის გარს და მისგან კოვს ამზადებენ. შემდეგ კი ამ კოვზით ქოკოსის ხორცს ამოიღებენ. შემდეგ ამოიღებენ ხორცს. და ბოლოს მხოლოდ ეს მშვენიერი ხორცი გრჩება. რამდენიმე ქოკოსი დავამტვრიეთ და თავს შესანიშნავად ბრძნობდით, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი მისია გქონდა. ჯერ კიდევ არაფერი გქონდა ვახშმისთვის მოპოვებული, ასე რომ დრო იყო დაგვეტოვებინა კუნძული და გვენახა რა შევძლებდით რომ გვეპოვა. კარგი ბიჭებო, პანაკი იქვე გვაქვს გაშლილი. ცოტა მოგვიანებით გიჩვენებთ, მაგრამ ეხლა ჰარპუნები ავიღეთ. დღეს ვახშმისთვის რაღაც უნდა მოვიპოვოთ. რას ფიქრობ ძმაო? თევზს დავიჭერთ. ესპანური მაკრელი. მას ესპანური მაკრელი უნდა. კარგი, ესპანურ მაკრელს დავიჭერთ. წავედით.
ეს სიგიჟე იყო. უბრალოდ GoPro მეჭირა და ისინი ისევ ღვინთავენ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე მქონდა ყვინთვაში და ლამაზი რიფის თევზები დავიჭირეთ. ბიჭებო, ზოგიერთი ამ თევზიდან ცხოვრებაში პირველად დავიჭირე. შეხედეთ ამას აქ. ამას ჩვენ ვეძახით იალქნის ფარფლიანი სნეპერი, რადგან ამ უკან ფარფლს ასე უკან მოათრევს, როცა ცურავს. თავი საკმაოდ უცნაურად აქვს, არ მოგატყუებთ. ასევე დავიჭირეთ ეს შუაღამის სნეპერი. ისინი აქ ამ ტროპიკულ წყლებში ცხოვრობენ. მათ აქვთ კაშკაშა ყვითელი თვალი, რაც ეხმარებათ სინათლის აღქმაში, რომ ღამით იკვებონ და სახეზე უცნაური ფერები. ეს მაგარი ბიჭიც დავიჭირეთ. მას გრძელი ცხვირი აქვს და სწორედ ასე ქვია, გრძელცხვირა იმპერატორი. ამ გრძელი ცხვირით ქვიშაში ეძებს საკვებს, კრევეტებს, კიბოსნაირებს და მსგავსებს. და ასეთი ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამიჭერია. იმედი მაქვს ხვალ ვირჯინის კუნძულებამდე მივახცელთ. კარგი ვახშამი გველის. და ხვალ კი ყველაფერი აირევა, რადგან მონსტრებზე ვაპირებ ნადირობას. ეს სრულიად ახალი ტერიტორია. მსოფლიოს ის ნაწილი, სადაც ადამიანი არასდროს ყოფილა. ოჰ, კუნძულებზე აქ ცეცხლია. ხო ძმაო. კარგი საქმე გააკეთე ძმაო. პალმის ხეები, ლურჯი წყალი, ცეცხლები. ამიტომ ვაკეთებთ ამას. კუნძულზე ბანაკობა. ალბათ ახლა ამზადებს საჭმელს. ბიჭებო, ამ კუნძულზე უამრავი კოჰო და ქვიშის ბუზია. იმედია შევძლებთ მწერების გაფთობას, რომ დღეს ღამით კარგად დავიძინოთ. ვამზადებთ ვახშამს. გვაქვს ხორცის ნაჭერი, რომელიც ფოლგაში ვდებთ. ცოტა მარილი და პილპილი, ცოტა სანელებელი, ძალიან მარტივია აქ. კი, ჩავიცვი ჰიდროკოსტიუმი, რადგან კოღოები საშინლად მჭამენ აქ. აქ გვაქვს ჩვენი ულამაზესი თევზი. ბიჭები ახლა სრულიად დაღლილები არიან. დიდი ბრძოლა მქონდა. ეხლა ვაპირებთ მივირთოთ. გვაქვს ულამაზესი sailfin snapper-ი. ცოტა ხორცი აქვეა. წავედით. ეს ძალიან რბილი და ძალიან გემრიელია. თბილი საჭმელი ჩვენთვის შესანიშნავი იქნება და ეს იქნება ის ენერგია, რაც ხვალ ვირჯინიის კუნძულებამდე მისასვლელად დაფჭირდება. მადლობა დღევანდელი დღისთვის ბიჭებო. მადლობა ძმაო. ეხლა მეორე ღამეა. ბანაკი უკვე გავმართეთ. ხვალ უზარმაზარი დღე გველოდება. ხვალ დილით ადრე გნახავთ მესამე დღისთვის, რომელიც ყველაზე კარგია. მაშინ გნახავთ ბიჭებო. დილამშვიდობისა ბიჭებო. გავივიძეთ და საკმაოდ რთული ღამე გქონდა. პირდაპირ ჩემი ჰიდროკოსტიუმის ზედაში მეძინა, მაგრამ ახლა ბოლო დღეა. როგორც ჩანს, დიდი შტორმები მოდის. მაგრამ იცით, დღეს ვირჯინის კუნძულებისკენ მივდივართ. მესამე დღეა და წინ დიდი დღე გველის ბიჭებო. ეხლა მივუახლოვდებით ისეთ მიწებს, რომლებიც მგონია ყველაზე გიჟური იქნება, რაც კი ოდესმე გამომიცდია ცხოვრებაში. ყველაფერს ჩავტვირთავთ ნავში ბიჭებო და ჰორიზონტისკენ გავწევთ. დღეს წინ დიდი გამოწვევა გვაქვს. შევძელით ძმაო, შეხედე ამას. ჩვენ მივახციეთ კუნძულებს, სადაც ოცნებები ახდება. ღმერთო ჩემო, ეს ალბათ ყველაზე გამჭვირვალე წყალია, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. ღმერთო ჩემო, სწორედ ამიტომ მოგზაურობდით ბოლოს 3 დღე, რომ აქ მოვსულიყავით ბიჭებო. შეხედეთ ჩემს გარშემო წყალს. ეს უზარმაზარ საცურაო აუზგავს. ალბათ ყველაზე გამჭვირვალე წყალია, რაც კი ოდესმე მინახავთ ჩემს ცხოვრებაში და ეს ვირჯინის კუნძულებია. ჩვენ ვირჯინის კუნძულებზე ვართ ბიჭებო. ბოლოს 3 დღე მოგზაურობდით და ბოლოს აქ მოვედით. შეხედეთ ამ პირობებს. აქ გვაქვს ტურკუზისფერი წყალი, თეთრი ქვიშის პლაჟები, პალმის ხეები და ეს უბრალოდ სიგიჟეა ძმაო. აქ ცხოვრობენ ყველაზე დიდი ცხოველები ბიჭებო, ადამიანური ცივილიზაციისა და ნებისმიერი ბუნებრივი ზემოქმედების გარეშე. ჩემს ცხოვრებაში აქამდე არასდროს მოვსულ ვარ.
ამიტომ ეხლა ეს განსაკუთრებულს იმსახურებსებს და თქვენ იცით რა მოხდება. დღეს ჩვენ დაგჭირდება მთელი ენერგია და საწვავი, რაც კი შეგვიძლია ბიჭებო, რადგან გონია რომ რამდენიმე სრულიად გიჟურ რამეს შევხვდებით. Quick revive. ამას ახლავე მივიღებთ. როგორც კი ამას მივიღებთ, დამატებით ენერგიას მივიღებთ, რაც იმედია საშუალებას მოგცემს მონსტრი დავიჭიროთ. წავედით. ჩვენ თავიდან დავიბადეთ ძმაო და ეხლა ენერგიით ვართ სავსე. ვირჯინის კუნძულები, დიდი თევზი მოდის. ეს ადგილი გიჟურია. და მე სულ ქრიშით და მარილით ვარ დაფარული. სანაპიროზე პატარა ზვიგენებიც კი ყავს. ხედავ მათ, შეხედე ამას. პატარა ზვიგენი, ხედავ მას, ბუნება აქ ხვავის. ნუ ღელავთ ბიჭებო. მგონია რომ აქ რაღაც მონსტრებს ვიპოვით. დღეს წყალში ბევრი დრო დაგჭირდება. დაგჭირდება მოთმინება და ყველა ვარსკვლავი უნდა დაემთხვეს, რომ ოკეანის ნამდვილი მონსტრი ვიპოვოთ. დროა წყალში შევიდეთ და გიგანტები ვიპოვოთ. წავედით. ძალიან სუფთაა ბიჭებო და ყველგან უამრავი სათქუარა თევზია. დროა წავიდეთ.
ბიჭებო, გავაკეთეთ ეს ძმაო, შეხედეთ ამას. ჩვენ დავიჭირეთ ძაღლ-კბილად ინუსი ამ კუნძულებზე. ამისთვის მოვედით ბიჭებო. ბოლო 3 დღე ვიმგზავრეთ და ახლა გვაქვს ზღვის ნამდვილი მონსტრი. თქვენ ნახეთ როგორ მოდიოდა ძაღლ-კბილად ინუსის ტალღები. ეს სიგიჟე იყო. ჩემი აღჭურვილობა მთლიანად დაკეცა იმ დიდ ძაღლ-კბილამბამ ბიჭებო, როგორც სკამი, მე მას ვესროლე. ის წყალში ჩავიდა და მარჯნის ქვეშ დაიმალა. ჩვენ გავასწორეთ შახტი და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. და ახლა ადგილობრივ ბიჭებთან ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდალ მომზადებას ვაპირებთ. მათ გარეშე ეს კუნძულზე შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ წამოდგეთ და დავიწყოთ. წავედით. ხედავთ, ბიჭები მზად არიან. მათ ცეცხლზე ბევრი შეშა დააწყვეს. ხო ძმაო, ჰეი, ხო ბიჭებო. ბიჭებო, ჩვენ ასე შორს ვიმგზავრეთ სწორედ ამ თევზისთვის და მინდა გითხრათ რატო. ეს არის ძაღლ-კბილად ინუსი და შეიძლება ითქვას, რომ ეს ოკეანეში ყველაზე მძაფრად მებრძოლი თევზია. ეს არსებები პირდაპირ ანადგურებენ შენს აღჭურვილობას. თქვენ ნახეთ, მე პირდაპირ გავუშვი ის გასროლა. თევზმა რიბზე მიმარბენინა, შახტი გამიხარა და ეგ უკვე გაფუჭებულია. ასევე ბიჭებო, ეს ერთადერთი თინუსის სახეობაა, რომელსაც რეალურად კბილები აქვს. უზარმაზარი ხმები აქვთ და ამ რიბზე ისინი ბატონობენ. დიდი თვალი აქვთ და ამიტომაც გამოდიან მხოლოდ ღამით. ეს დიდი თვალი საშუალებას აძლევთ შუქი დაიჭირონ და ბევრი თევზი იკვებონ. ბიჭებო, ეს არსებები მთლიანად კუნთებისგან არიან აგებული და ძალიან ძლიერები არიან. ვერაფრით შეაჩერებ მათ. ეს ნამდვილად ოკეანის მეფეა და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ დიდი თინუსი დავიჭირეთ და ცეცხლზე ვამზადებთ. ამ დიდი ხის ნაჭერი ავიღე. ეხლა თინუს გაუხრი და ასე დავიჭერ ცეცხლზე. მთლიანად პირში გაუხრი. ზუსტად ასე. ეს რაღაც სასაცილოდ სავსეა ხორციკ. მიდი, აი ასე. კარგი, ეს ბოლომდე მივაწოდეთ. მე და ადგილობრივი ბიჭები ახლა მას დავაყენებთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ ბიჭებო. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი თუნა ცეცხლზე. ამას ალბათ 20-30 წუთი დასჭირდება. ცოტა დრო დასჭირდება, რადგან ეს ნამდვილი უჩხულია. და მე მოვხსნით და ყველა ადგილობრივ ბიჭთან გავიზიარებთ. აი რატო ვაკეთებთ ამას კუნძულებზე? უზარმაზარი კოცონები, უზარმაზარი თევზები და განწყობა ყველაზე მაღალ დონეზეა ბიჭებო. წავედით. ეს ძალიან გემრიელია ძმაო. ბიჭებო, იმედი მაქვს მშიერნი ხართ. მშიერი ხართ? ხართ? კი. კი, ჩემს წინ უზარმაზარი თინუსია, ცეცხლზე შემცვარი, ვეღარ ვითმენ, დიდ ნაჭებს მოგლეჯთ ამაზე. შუაში სისხლის ხაზი გადის და ეს ცუდი ნაწილია. ეს არ გვინდა რომ შევჭამოთ, გვინდა ავიღოთ ეს ლამაზი ნაჭრები და გარეფენები. მოდი ეს დავაგემოვნოთ ძმაო. თბილია ბოლის გემო აქვს, საოცრად გემრიელია ძმაო. კარგი ბიჭებო, მოდით, შემომიერთით, ეს თევზი ერთად შევჭამოთ. სწორია რომ ადგილობრივ ბიჭებთან გავიზიაროთ. მოდით, გასინჯეთ ცოტა. როგორია ბიჭებო? კარგია? კარგია. ჩამოვკრათ მუშტები, ხოჩახ ბიჭებო. ბიჭებო, სწორედ ამისთვის ვაკეთებთ ამას. აქ ვუზიარებთ ადგილობრივ ბიჭებს კუნძულებზე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა. აქვე კიდევ მეტი ვიდეო გვაქვს და შემდეგ ველურ თავგადასავალზე ისევ შეგხვდებით. შევძელით ძმაო. შემდეგ შეხვედრამდე ბიჭებო.